Hey, მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს დავბრუნდი ახალი ვლოგით, დედალაპარაკი დამავიწყდა, ცოტა დაღლილი ვარ. და მოკლედ ტვირთი უკვე აღებული მაქვს, ნიუ-ჯერსიდან ავიღეთ ტვირთი, ჯერსი სიტიდან და მივდივართ მიშიგანის შტატში, 8 საათი და 20 წუთი დაგვრჩა. სადღაც ცოტა ხანი ვიარე რა. სულ ჯამში 9 საათი და 20 წუთი იყოთ რაღაც ეგრე. 1 საათი ვიარე. და გავჩერდი რაღაცეებს რო ჩალიჩებოდი. სხვა ვლოგიც უნდა დაიდოს ამ ვლოგის გარდა რა. და მე მიხვდებით რა ვლოგიც იქნება და როგორც იქნება. ყველაფერს თქვენც ნახავთ. მოკლედ დავისვენე ცოტა ხანი გაჩერებული ვიყავი, ცოტა ხანა კი არა, კაი ხანი და ეხლა 8 საათი და 20 წუთი დავჩერ როგორც გავიმეორე და შევდგებით გზას მიშიგანისკენ. ტვირთი გვაქვს ლუდი. ამიტომაც სპეციალური როგორ აგეხსნათ, სპეციალური საბუთიც გვაქვს, იმიტომ რომ ლუდი ცოტა სხვანაირი თემაა და ძალიანაც მძიმეც ვართ. ეხლა აქ უნდა ავიწონო მე. ნახო რომ კარგად ვარ წონაში რა და მაგასაც გაჩვენებთ როგორ მუშაობს ასაწონი სკეილი რა. აპლიკაციით კეთდება ძალიან ადვილად. და ეხლა მოდი შევდგეთ გზას. დაგიბრუნდებით სკეილიდან. აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, რომ როცა ვლოგებს დავდებ ან როცა ლაივში გავდივარ YouTube-ზე, მოგივიდეთ შეტყობინება. მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოვედით სკეილზე და აი ახლა გაჩვენებთ რა ხდება რა. მოკლედ რო ავიწონოთ, შევდივართ აი ამ აპლიკაციაში wait my truck და როგორც ხედავთ cut scale location 253. ანუ აი იქაც თუ ხედავთ წერია 253 location-ი და აი ესე შევდივართ აქ confirm-ზე და ჩვენ გვინდა standard way, standard way ტრაქტორისა, ანუ სატვირთოს ნომერი, ტრაილერი 531 512 გვიბია, ტრაილერის ნომერი, კომპანიის სახელი და ჩვენ გვინდა, ანუ ეხა next და 14.75 როგორც ხედავთ, ანუ ეგ ჯდება რომ აიწონო პირველად რა და მე მეორედ მესამედ $5 ეხა ველოდებით, როგორც ხედავთ და ეგ გვიჩვენებს არ შეიძლება რომ 34,000-ზე მაღლა ვიყოთ რომელიმე ხიდზე რა. ასევე სანამ ამას ველოდებით, დღეს ყავს სტუმარი. ნანდო. ჩვენი ვეიბი. დედა დამივარდა კამერა, მაგრამ დავიკიდოთ. ჩვენი სტუმარი, ნანდო. ძალიან საყვარელია. ჩემი ძაღლი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ჩემი ძმაკაცის ძაღლია და აი ესე მიზეს ხოლმე კალთაში და სულ ვატარებ რა. და ვერთობით ან ვეფერები ხოლმე და ძალიან წყნარი და ჭკვიანი ძაღლია. მოკლედ, როგორც ხედავთ, ესეც ამოვიდა steer axle-ზე 12,180, drive 33, 32 და 78. მშვენივრად ვართ წონებში. ამიტომაც და ანუ ჯამში ვარ 78,000 რა. ამიტომაც შეგვიძლია გავაგრძელოთ, ანუ მეტჯერ არ დაგვჭირდება ისა აწონვა, რადგან კარგად ვართ, ანუ ყველა ციფრი აქ 34,000-ის ქვეშ არის. მოკლედ გავაგრძელებ ახლა გზას. მე ცოტა შევალ რა აქ მაღაზიაში. რაღაცები შეიძლება ვიყიდო რამე და აუცილებლად დაგიბრუნდებით მე გზიდან. დილამშვიდობისა მეგობრებო, მოკლედ დღეს არის მეორე დღე, 4 შაბათი და სადღაც ზუსტად 4 საათში
უნდა მივიტანოთ ეს ტვირთი. დილის 7 საათია 20 წუთი და ეს ტვირთი დილის 11-ზე უნდა მივიტანოთ. ეხლა შევდივარ ოჰაიოს შტატში, სადღაც 3:20-ში შევალ ოჰაიოს შტატში. ცოტა ფანჯრებით შეწეული მაქვს, იმედია ჩემი ხმაც კარგად ისმის. და ეხლა უნდა გავჩერდეთ ან მე საწვავიც მაქვს ჩასასვლელი. 7 წუთში გავჩერდები. და მოკლედ იქაც რომ ჩავალთ, ამის მერე ანუ ოჰაიოს მერე ვიქნებით პირდაპირ მიშიგანში შევალთ. სადღაც ზუსტად დაგვრჩა 220 მილი და 3 საათი და 26 წუთი. ეხლა რომ გავჩერდები 1:30 წუთი დამჭირდება საწვავი რომ ჩავასხა და მერე კიდე ეგრევე გავაგზავნებ გზას, თან ვფიქრობ რაღაცას ვიყიდით და შევჭამ რა. გუშინ კი ვჭამე და დღესაც მში არაფერი ვჭამია ჯერ და უკვე კაი ხანია გზაშიც ვარ, ეხლა პროსტა მეთქი გადავიღე პატარა მონაკვეთს და ასევე ანუ გათამაშებაზე ვიფიქრე ბევრი რა და წინაზე კომენტარიც დამიწერა ერთმა ადამიანმა რომ Steam gift კარტასო ჯობსო რომ პირდაპირ $50 გაათამაშეო. მაგრამ არ ვიცი ეგ ზუსტად როგორ გამოვა. და ან მოკლედ ან Steam gift კარტა იქნება როგორც წინა ვლოგში ვთქვი, ან $50 ვიზას ბარათით. რა ვიცი თუ იმუშავა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, იქ აწერია ხოლმე რომ ამერიკის გარეთო არ ამუშაობსო რა და ეს Steam gift კარტა ისეთი რაღაცაა რომ ონლაინით იდულობ და პრობლემოთ იმაშვები რა, ანუ კოპებით იყენებთ თამაშებზე. ნახავ რამე სხვა ის თუ არის სხვანაირად ეგრე ვიზავ და ვიზას ბარათს გავათამაშებ $50-იანს და ეგ იმას ნიშნავს, რომ ეგ ოჰაიოშიც შემოვედით, როგორც ხედავთ. ამ წუთას. ხო და აი ნახოთ რა იქნება რა. ან ქეში ვიზა, ან კიდე Steam-ის gift კარტი და წესები ერთი და იგივეა რა. Instagram-ზე არხზე უნდა იყოს შემოსული აქტიურად. YouTube-ზე კომენტარი დაწეროთ, რისთვის გამოიყენეთ ამ $50. Steam-ზე რას იყიდით. ან თუ ფული გავათამაშე, იმენა ნაღდი ფული, ანუ მაგ ფულით რას იყიდით, სტანსაცმელს მაგ $50-ით. რას იყიდით, აი ეგ დაწერეთ რა. და კიდევ აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვლოგი, გამოიწერეთ არხი. ზარით ჩართეთ, რომ შეტყობინება მოგივიდეთ. როცა ვდებ ახალ ვლოგებს და ლაივებს ვნახოთ. და მოკლედ ახლა 4 შაბათი დღეც თენდება. კაკას შავარს და მერე კიდე უნდა დავაწვე მალევე სხვა ტვირთზე. ბევრი დრო არ მაქვს. მინდოდა რომ დილის 8 საათზე უკვე ყოფილიყავი. აი ეხა რა უკვე მინდოდა რომ იქ ყოფილიყავი, მაგრამ ძალიან დამღლელის არის და ძილი რომ მინდოდა აი არ ვიცი, ძილს ვერ ვაკონტროლებ და ეგაა ცუდი, იმიტომ რომ როგორ ვთქვა, 30 წუთი რომ მინდა რომ დავიძინო ხოლმე, აი მაგალითად გუშინ 30 წუთი დავიძინებ თქო, გავაგზავნებ გზას თქო და დავიძინე, გავიღვიძე ღამის 2 ხდებოდა, 2 დაწყებულიც იყო. დაჟე ნახევარი იყო 2-ის თითქმის და ძალიან იმას ვშვები, ნერვები მეშლება მაგაზეც. რომ იმენა სულ გვიან მეღვიძება რა. 30 წუთი დავიძინებ თქო და 4-5 საათი მომიწია. ძილი თუ ანუ ეგრე მომივიდა რა და მოკლედ ახლა მეც აღარ ვილაპარაკებ. აი გავჩერდები ლოვეში
უკვე იცით წინაზე გაჩვენეთ როგორ ისხმევა საწვავი და ჩავასხავ უცბად და დაუბრუნდები გზას. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვართ ტოლედოში, თოლიდო, თუ როგორ ითქმევა. აი რაღაცა ხიდი უნდა გადავუკეთოთ, პატარა მდინარე არა. და ძალიან მალე შევალთ მიშიგანის შტატშიც. და ახლა ჩავთე უბრალოდ კამერა მინდოდა და გეთვალიერებინათ თქვენს როგორი ადგილია. მეც პირველად ვარ აქეთ რა, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილვარ მიშიგანში. და რავი, საინტერესო იქნება მე მგონი. და რა ვიცი, აი მაგრად ცივა მაღალი ქარიც არის, ანუ დიდი ქარია. და რავი, არ ვიცი, ცოტა საშიშიც არის ეს ქარი, იმიტომ რომ ისე მისვრის ხოლმე ხანდახან უცბად, რომ თუ არა ხარ დაკვირვებული, აი სად მიდიხარ და როგორ მიდიხარ, შეიძლება უცბად რავი, ვერთმა დაგვეფაროს, მაგრამ ანუ შეიძლება უცბად რაღაცა ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ ან გადმოპირავდი ან რაღაცა და საშიშია მაინც რა. მოკლედ მეგობრებო, აი ამ ვიდეოს დასადებად ვემზადები ვლოგის და არის 2 დღის მერე, რაც ახლა ამას ვიწერ. ეს კლიპი აი ეგ რასაც ახლა უყურებთ, არის გადაღებული ოკლაჰომას შტატში, სადღაც მივდიოდი ტვირთის ასახებად, თუ სწორედ მახსოვს. ძველი კლიპია მოკლედ რა. და ამას ვიწერ, რომ მეთქი თან რაღაცა კლიპი არის და თან ჩემი ეს ხმოვანია, შეგიძლიათ რომ დაათვალიეროთ. ესე თქმა მინდოდა. მოკლედ, როგორც იცოდით და მე მგონი ვახსენე ვლოგში, რომ ამ ტვირთის მერე რომ მივიტანთ 11 საათზე თქო, დილის 11-ზე, მაგის მერე იქნება მეთქი და არის შემდეგი ტვირთი ასაღებად მზად, ვიღებდით რა შემდეგ ტვირთს,
უნდა აგვეღო იმ დღესვე და წამოვსულიყავით სახლში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. ეხლა აგეხსნით რატომ ვერ მოვახერხე. ძალიან ნერვები მომეშალა და ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ამიტომაც არც ნერვი მქონდა და არც არაფერი რომ ვლოგი წესიერად დამესრულებინა. ამიტომაც მაპატიეთ ამის გამო. ის ლუდი მივიტანეთ 11 საათზე, ვერც ეგ გადავიღე იქ რომ მივედი, იმიტომ რომ ჩქარ-ჩქარა გავაკეთე. მოკლედ რო ვაყენებდი ამ სატვირთოს და რომ უნდა დაეცალათ სატვირთო, ჩემი დისპეჩერი მირეკავს, მოკლედ 4 შაბათი დღეა და 5 შაბათს იყო Thanksgiving Day, ანუ მადლიერობის დღე. მადლიერი არიან ხალხი და ანუ თურქის აკეთებენ და შლიან სუფრას და მოკლედ კეიფობენ და ყველა სახლშია ოჯახთან დროს ატარებს და ასე შემდეგ რა. და მე ეხა მოკლედ მირეკავს ჩემი დისპეჩერი 11 საათზე რომ მივიტანე ეს ტვირთი და მეუბნება რომ ანუ ბოლო წამს შეცვალესო და პირველ საათზე იკეტებიანო, ამიტომაც მეკითხება შეგიძლია რომ მიხვიდე პირველამდეო, ანუ მიასწრებო და მე უთხარი რომ არა მგონია, იმიტომ რომ 2 საათი მინდა თქო გზაში მეთქი და ნუ ეხლა მითხრა რომ დამირეკეო გზაში რო იქნები და გამაგებინე რა ხდებაო და მოკლედ დამცალესა 20 წუთში და წავედი და მოკლედ გზას დავაწექი და დაურეკე. ნუ დისპეჩერმა ესეთი რაღაცა მითხრა, მოკლედ რო გითხრათ რომ დაურეკეთო ამ კომპანიასო, საიდანაც უნდა აიღო და $9 დარჩნენ 1 საათი ზედმეტიო და ბევრი, ანუ $1.50 მიეციო ის ვინც დარჩებაო და დაგტვირთონო რა, რომ სახლში წამოხვიდეო. და დაურეკე ახლა მე ამ კომპანიას მოკლედ ველაპარაკები და ძალიან ნერვები მომიშალა ამ ქალმა, ვისაც ველაპარაკებოდი, მაგარი, აი უხეში იყო რა, აი არ იყო ადამიანი, მაგას ქალს მე ვერ დაუძახებ, პირდაპირ მნიშვნელობით ეგ იყო, აი რა ვიცი, ძაღლი, ცხოველი, არ ვიცი, ეგ ადამიანი არ იყო. ხო და მოკლედ ნერვები მომიშალა, 1-2 სიტყვით რო ვთქვა, უარი მითხრეს, ტვირთი დავკარგე. ამიტომაც საშინელება იყო ის კვირა, 4 შაბათი დღე მთელი დღე ვიდექი და 5 შაბათს დილას სახლში დავბრუნდი უფასოდ, არანაირი ტვირთი, ცარიელი ვიყავი და გაფუჭებული სატვირთოთი. კულენტი, ანუ ანტიფრიზი გაზდიოდა სატვირთოს, რავი, გავაკეთეთო და ვნახავთ მერე მაგასაც, რო წავალ, კვირა დღე არის და ხვალე, ანუ 2 შაბათს ვბრუნდები კიდე რეისზე და ახალ ვლოგებსაც ელოდეთ. ძაღლიც პატრონს დავუბრუნე, ამიტომაც ძაღლი აღარ გვეყოლება. კიდევ ერთხელ ბოდიში, ვიცი, კარგი ვლოგი არ გამოვიდა, მაგრამ იმედია მოგეწონათ და მომავალ ვლოგამდე. დროებით.